ტრამპმა ნატოს ყველაზე სუსტი წერტილი დაარტყა. როდესაც ამერიკული ჯარები ევროპაში გადაანაწილა და ალიანსის მეთაურები ბრიუსელში მისასვლელად აიძულა, რათა შეშინებული მოკავშირეები დაემშვიდებინათ. 2026 წლის 20 მაისს 4 შაბათს დიპლომატიური საუბარი სტაბილურობასა და პროგნოზირებადობაზე ნაკლებად გავდა ძალის დემონსტრირებას და უფრო მეტად გავდა აღიარებას იმისა, რომ თეთრი სახლის გზავნილი სერიოზულად იქნა აღქმული. შეერთებული შტატები აღარ გააგრძელებს ევროპული უსაფრთხოების მარტო დაფინანსებას, მაშინ როცა ალიანსის ლიდერები საჯაროდ ტრამპს აკრიტიკებენ და კულისებში ვაშინგტონზე არიან დამოკიდებულნი. გენერალმა ალექსის გრინკერუიშმა სცადა ეთქვა, რომ დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურის გასვლა ნატოს რეგიონულ გეგმებს არ დაანგრევს, მაგრამ თავად ამ საკითხის პრესკონფერენციაზე ახსნა უკვე აჩვენებს შოკს. წლების განმავლობაში ევროპას საკუთარი თავდაცვისთვის მეტი თანხის გადახდა სთხოვდა, ახლა კი ტრამპმა ანგარიში პირდაპირ მაგიდაზე დადო. მოკავშირეების კომფორტი შეარყია და ის კითხვა წამოჭრა, რაზეც ბრიუსელში არავინ სურს პასუხისგაცემა. ამერიკული სამხედრო ძალის გარეშე ნატო ისევ მართავს თამაშს, თუ მხოლოდ ისე აჩვენებს თავს, თითქოს ვითარებას აკონტროლებს შიდა პანიკის ფონზე. ამ ყველაფერს ახლავე გიამბობ, მაგრამ ახლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ყოველთვის ინფორმირებული იყო. მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი, გლობალი. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეიკრიბნენ ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობის ცენტრალური ფიგურები, მათ შორის ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი ჯუზეპე კაუკაო-დრაგონე, ნატოს უმაღლესი მოკავშირე სარდალი ევროპაში გენერალი ალექსის გრინკევიჩი და ნატოს ტრანსფორმაციის სარდალი ადმირალი პიერ ვანდიე. ისინი იქ იყვნენ, რათა ესაუბრათ თავდაცვაზე, უკრაინაზე, სამხედრო მზადყოფნაზე და შიდა სტაბილურობაზე, მაგრამ ფონი სხვა იყო. ტრამპმა გამოაცხადა ცვლილებები ამერიკული ძალების ევროპაში ყოფნაში და თავად როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის მთავრობა აპირებს შეამციროს იმ სამხედრო შესაძლებლობების რაოდენობა, რომელსაც შეერთებული შტატები ნატოს განკარგულებაში დატოვებს კრიზისის ან ომის შემთხვევაში. ეს გადაწყვეტილება ძველი მოდელის გულს ეხება. წლების განმავლობაში რამდენიმე ევროპული მთავრობა ვაშინგტონის წინააღმდეგ მკაცრად გამოდიოდა, აკრიტიკებდა რესპუბლიკელ პრეზიდენტებს და საჯაროდ აძლევდა გაკვეთილებს დიპლომატიაში. და ამავე დროს ისინი ამერიკულ დაცვაზე იყვნენ დამოკიდებულები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ამ ტკივილზე ხელი დაედო. მისი გზავნილი თხოვნის ტონით არ იყო, არამედ ძალის ზეწოლად ჟღერდა. როიტერსის რეპორტაჟმაც კი აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ელოდება ევროპულმა ქვეყნებმა აიღონ მთავარი პასუხისმგებლობა კონტინენტის უსაფრთხოებაზე. ნატოს ხელმძღვანელობამ სცადა სიტუაციის დამშვიდება. გრინკევიჩმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება გადაადგილოს ჯავშან სატანკო ბრიგადა ევროპიდან არ უშლის ხელს ალიანსის რეგიონალური გეგმების შესრულებას. გრინკევიჩის გადაწყვეტილება მშვიდად გამოიყურება, მაგრამ აჩვენებს, რამდენად დიდი იყო შოკი. ასეთ დონეზე საჯარო განმარტებებს არ ითხოვენ, როცა ყველაფერი ნორმალურადაა. ალიანს მოუწია ეთქვა, რომ გეგმები კვლავ მუშაობს, რადგან ტრამპის ქმედებამ ეჭვი გააჩინა თავად სამხედრო სტრუქტურაში. მიზანი მარტივი იყო, არ დაეშვათ, რომ მოკავშირეებს, მთავრობებს და თავდაცვის ბაზრებს ნატო დაენახათ როგორც თეთრი სახლის მძევალი, რომელიც ახლა საფასურის გადახდას ითხოვს. ციფრი, რომელიც ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი არის 5000 ოფიციალური ინფორმაციით და ბოლო დროის რეპორტაჟების მიხედვით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპიდან დაახლოებით 5000 სამხედრო გაიყვანა, მათ შორის გერმანიასთან დაკავშირებული ჯარები და ცვლილებები, რომლებიც პოლონეთში დაგეგმილ გადაადგილებებს ეხება. ვარშავამ სცადა გავლენის შემცირება და განაცხადა, რომ პოლონეთის ტერიტორიიდან ამერიკული ჯარების საბოლოო გაყვანა არ იგეგმება, არამედ მხოლოდ გადაადგილების დროებითი გადადებაა. მიუხედავად ამისა, პოლონეთის რეაქცია აჩვენებს, რომ გზავნილი სწორად იქნა გაგებული. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ქვეყანა ვაშინგტონთან ერთად აგრძელებს მუშაობას ამერიკული სამხედრო ყოფნის გეგმებზე ევროპაში. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი წელს აპირებს MŠP-ის 4.8% დახარჯოს თავდაცვაზე, რაც ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს დეტალი ტრამპის პოზიციას აძლიერებს. როდესაც ზეწოლა მოდის, ის მოკავშირეები, რომლებიც რეალურად შიშობენ რუსული საფრთხის გამო, ცდილობენ დაამტკიცონ, რომ საკუთარ ხარჯებს თავად იხდიან. ზეწოლა მხოლოდ კონტინენტურ ევროპაში არ დარჩენილა. ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე კანადა დაპირისპირების ცენტრში მოაქცია, როდესაც შეაჩერა ამერიკის მონაწილეობა ორმხრივ თავდაცვის სტრუქტურაში, რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა.
გადაწყვეტილება შეეხებოდა ძველ მუდმივ თავდაცვის საბჭოს აშშ-სა და კანადას შორის, რომელიც თანამშრომლობის სიმბოლურ ნაწილს წარმოადგენდა. ორ ქვეყანას შორის სამხედრო ურთიერთობებისთვის ძველი დიპლომატიის თვალსაზრისით ეს კრიზისად გამოიყურება. კანადა წლების განმავლობაში სამხედრო ინვესტიციების მოსალოდნელ დონეზე დაბლა იყო და ეხლა უნდა გაუმკლავდეს თეთრ სახლს, რომელიც ალიანსებს უფასო სიკეთედ აღარ მიიჩნევს. მარკ კარნიმ სცადა პასუხი გაეცა, რომ კანადა გაამრავალფეროვნებს თავდაცვის თანამშრომლობას და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მაგრამ ეს განცხადება ტრამპის ნარატივს აძლიერებს. ტრამპმა აიძულა კომფორტული მოკავშირეები, რომ ლამაზი სიტყვებიდან რეალობაში გადმოსულიყვნენ და უსაფრთხოების ძვირადღირებულ მხარეს შეხედონ. გრენლანდიაც ამ თამაში ჩაერთო. ჯეფ ლენდრი, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, ნუკში ჩავიდა ბიზნეს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკის ელჩთან დანიაში, კენეთ ჰაუერისთან ერთად. როიტერმა აღნიშნა, რომ ლენდრი წინა წელს დაინიშნა ტრამპის ინტერესების დასაცავად, რომელიც ამერიკის კონტროლის გაფართოებას ისახავდა გრენლანდიაზე, სტრატეგიულ ტერიტორიაზე არქტიკაში, რომელიც დანიას ეკუთვნის. დანია კი ნატოს წევრია. გრენლანდიის მთავრობა და დანიის მთავრობა წინააღმდეგობას უწევენ. აცხადებენ, რომ კუნძული არ იყიდება, მაგრამ ამერიკული ყოფნა ხელახლა აღვივებს დავას ბაზებზე, მარშრუტებსა და ჩრდილოეთის უკიდურეს ნაწილში დომინირებაზე. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ ტრამპი მხოლოდ ბრიუსელში შეხვედრებს არ უკურებს. გრენლანდია მდებარეობს იმ რეგიონის ცენტრში, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის დაპირისპირების არეალი. როდესაც ტრამპი იქ ამერიკული ყოფნის გაძლიერებას ითხოვს, ის აჩვენებს, რომ დასავლეთის დაცვა არ უნდა იყოს. ბიუროკრატების მიერ მართული, რომლებიც ევროპულ დარბაზებში სიტყვით გამოდიან, მაშინ როცა მეტოქეები სტრატეგიულ სფეროებში წინ მიიწევენ. ომი უკრაინაში მეხუთე წელს შევიდა და ნატო აცნობიერებს, რომ ვერ შეინარჩუნებს იმავე რიტორიკას, თუ არ აიღებს მეტ ფინანსურ, ინდუსტრიულ და სამხედრო ტვირთს. ევროპული რეაქცია უკვე ჩანს თავდაცვის შესყიდვებში. შვედეთმა გამოაცხადა 4 ფრეგატის შეძენა საფრანგეთისგან, 4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეთანხმებით ნავალ გრუპთან. ეს გარიგება სამჯერ გაზრდის შვედეთის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს ზღვაზე და იქნება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ინვესტიცია 1980-იანი წლების შემდეგ. პირველი ხომალდის მიწოდება 2030 წლისთვის არის მოსალოდნელი. ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ ევროპა ცდილობს საკუთარი სამხედრო სტრუქტურის გაძლიერებას, რადგან მიხვდა, რომ დრო, როცა ავტომატურად აშშ-ზე იყო დამოკიდებული, დასრულდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სცადა უკრაინისთვის ამ ტიპის შეთანხმების გატიდვა, როგორც ძლიერი ევროპის ნიშანი ნატოს ფარგლებში. მაგრამ ეს განცხადებაც ადასტურებს ტრამპის პოლიტიკურ გამარჯვებას. წლების განმავლობაში ტრამპი ამბობდა, რომ მოკავშირეებს მეტი უნდა დაეხარჯათ, მეტი ეწარმოებინათ და ნაკლებად დამოკიდებულიყვნენ ამერიკელ გადამხდელებზე. ეხლა როცა შვედეთი, საფრანგეთი, კანადა, გერმანია, პოლონეთი და სხვა პარტნიორები აჩქარებენ სამხედრო გეგმებს, ანტიტრამპისტური მედია ცდილობს ამას ტრამპის წინააღმდეგობა წარმოაჩინოს. ფაქტობრივად ისინი ზუსტად იმას აკეთებენ, რასაც ტრამპი ყოველთვის ითხოვდა. ნატო ცდილობს ეს შიში ერთიანობის იმიჯად აქციოს. სარდლები საუბრობენ სტაბილურობაზე, პროგნოზირებადობასა და კოორდინაციაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა კორექტირება. ამერიკული შესაძლებლობები კორექტირდება, ჯარები გადახედვას გადის, ნატოს ძალების მოდელი თავიდან ითვლება. ევროპას უბიძგებენ, რომ მეტი პასუხისგებლობა აიღოს თავდაცვაზე. ადრე საკმარისი იყო დასავლური ერთობის შესახებ საუბარი, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დარჩენილიყო. ეხლა თითოეულ ლიდერს თავის ხალხთან უნდა აუხსნას, რამდენს დახარჯავს, რომელი ჯარები დარჩება, რა იარაღს იყიდის და რატომ არის ჯერ კიდევ დამოკიდებული ვაშინგტონზე. ეს არის პანიკა, რომელიც ზრდილობიანი ფრაზების მიღმა იმალება. ისინი ამას ღიად არ აღიარებენ, მაგრამ პრაქტიკაში კი, როცა ჩქარობენ საზღვრების გასამაგრებლად, გეგმების გადასახედად, გემების შესაძენად, ხარჯების გასაზრდელად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა საბრძოლო მასალის გარეშე არ დარჩეს, ისინი ღიად არ აღიარებენ, მაგრამ პრაქტიკაში კი ნატოში. ისინი ამას ღიად არ აღიარებენ, მაგრამ პრაქტიკაში კი ჩქარობენ გეგმების გასამაგრებლად, გადასახედად ნატოში. ამ ვიდეოს მოწონება არ დაგავიცდეთ, არხს გამოიწერეთ და ბოლოს კომენტარებსაც გადაავლეთ თვალი. ღიად არ აღიარებენ, მაგრამ გადახედვას არ აღიარებენ.